რატომ ხდება პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი ასე ხშირად? იზრდება შემთხვევები თუ უკეთ ხდება დიაგნოსტირება? მგონია რომ ორივე ერთად. ერთი რომ ადამიანები უფრო მალე მიმართავენ ექიმს, როდესაც აქვთ გარკვეული კლინიკური გამოვლინებები და შესაბამისად უფრო მეტი შემთხვევა დიაგნოსტირდება. თუმცა დღევანდელი დღის და თაობის სტრესორები, როგორც არის ადინამია, გადაჭარბებული ნახშირწყლების მოხმარება, სავარაუდოდ ზრდის ამ მაჩვენებელს და ალბათ ორივე არის მიზეზი, თუმცა გავრცელება მერყეობს სადღაც 4-დან 20%-მდე. ინსულინორეზისტენტობა ითვლება ერთ-ერთ მთავარ გამომწვევად თუ სხვა ფაქტორებიც განიხილება. ინსულინორეზისტენტობა არის ძალიან ხშირი, მაგრამ არა ყველა პოლიცისტური საკვერცხის სინდრომის განვითარების დროს. დღეს პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი არის მულტიფაქტორული დარღვევა, რომელიც მოიცავს გენეტიკურ წინასწარ-განწყობას, ნეიროენდოკრინულ დისრეგულაციას, ანდროგენების ჰიპერაქტივობას. სწორედ ამიტომ ინსულინორეზისტენტობა არის ერთ-ერთი მექანიზმი, მაგრამ არა ერთადერთი. როგორ დავსვათ დიაგნოზი? დიაგნოსტირება არც ისე ადვილია და წლების განმავლობაში იცვლებოდა კრიტერიუმები. დღეს მიღებულია განახლებული როტერდამის კრიტერიუმი, რომელიც მოითხოვს, რომ 3 ნიშნიდან 2 მაინც იყოს. ერთი ეს არის ჰიპერანდროგენიზმის ნიშნები, კლინიკური ან ლაბორატორიული, მეორე ანოვულაცია დადასტურებული და ასევე პოლიკისტური საკვერცხეების ულტრაბგერითი სურათი, გამოირიცხოს სხვა მიზეზით გამოწვეული აღნიშნული სურათი და ასევე ხშირად მომატებული არის ხოლმე საკვერცხეების მოცულობაც. თუ 3 ყველაზე ხშირად არსებული ნიშნიდან 2 მაინც არის, შეგვიძლია ეჭვმივიტანოთ და დავსვათ დიაგნოზი.